Because they don't have water. საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ გავასშიც. აქციის მონაწილეები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისგან ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კომპანიებმა ტარიფი ხელოვნურად შეამცირეს. გავაზისა და ჭიკაანის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. აქციაზე იმყოფებოდა ყვალის გამგების პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი ამბობს, რომ ისინი კომპანიებს ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდას ვერ მოსთხოვენ და მხოლოდ გლეხებისა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის შეხვედრის ორგანიზება შეუძლიათ. თუ არის შესაძლებელი რომ მოგვისმინონ და უბრალოდ ხალხს მოусმინონ ჩვენ არა ხალხს მოусმინონ კომპანიონებმა ჩვენ უბრალოდ გამოვნახოთ გამოსავალი რომ კომპანიონებთან მივიყვანოთ ეს ხალხი რაღაც გარიგებები ხდება და ყურძნის ფასი აბსოლუტურად დააგდეს შავი ყურძნით გვიხარო და რაღაცეები რომ თავისუფლად მიდიოდა და თლათ უარესისკენ მიდის ირაკლი ღარიბაშვილმა თქვენი გექნებათ საუკეთესო დაიწყოს საუკეთესოდ და ამაზე მწარერთველი აღარა ყოფილა რაც ეს ორი დღეა. ჩვენი გლეხების გადაწყვეტილება იქნება ეგეთი. ავირჩევთ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ჩვენ გვინა, ხო? შეიძლება ორი იყოს, რომ ერთი ახლოში იყოს და ერთი შორს, ხო? ხო და იმ კომპანიას მივანიჭოთ უპირატესობას, რომელსაც ჩვენ გადავწყვეტავთ. ის წარმომადგენელი შეიქმნება 10 კაციანი ჯგუფი იქნება თუ რაც იქნება, იმას გადავწყვეტავთ.